მართლა საგანგებო ამბებია. უკრაინა ემზადებოდა რუსეთის ობიექტების დაბომბვისთვის, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარეშე დარჩა მოსკოვში გამარჯვების აღლუმის დასაცავად. ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზარმაზარი რესურსები გადაიყვანა, რითაც სრულიად დაუცველი დატოვა სხვა რეგიონები. უკრაინის უპილოტო ძალები აპირებენ ამით ისარგებლონ. და ამას დაპირდა უკრაინის უპილოტო ძალების სარდალი რობერტ მადიარ ბროუდი. ამავდროულად ამას მიანიშნებდა პრეზიდენტი ზელენსკიც. აღნიშნავდა, რომ თავად აღლუმის დაბომბვა აუცილებელი არ არის, მაგრამ სრულიად დაუცველი ობიექტების მთელი რუსეთის მისმასშტაბით შეტევა ნამდვილად ღირს. მით უმეტეს, რომ რუსეთმა უკვე დაარღვია საკუთარი ზავი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ 9 მაისის წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა 8 მაისს აჩვენა, როგორ იმოქმედებს უკრაინა დღეს 9 მაისს. უკრაინის გენშტაბის ცნობით რუსეთმა გააქტიურა შეტევა ფრონტზე და არ შეუწყვეტია თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე. მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა გამოაცხადა თითქოს ისინი ერთპიროვნულად თანახმარიან ზავის დადებაზე, მას რა შეიძლება აღმოჩნდეს დღეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ობიექტად. მოდით ერთად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მოკლედ რუსებისთვის დღეს 9 მაისი ძალიან უცნაური დღეა. ერთი მხრივ ისინი ზეიმობენ გამარჯვების დღეს, ხოლო მეორე მხრივ შიშით კანკალებენ, რომ მათზე შეიძლება უკრაინული რაკეტა ან უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოარდეს. ისე კანკალებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კრემლი ხმამაღლა ყვიროდნენ. არა, არ შეგვეხოთ, თორემ დაგბომბავთ. მუქარა რამდენჯერმე გაიმეორეს. და როცა ადამიანი ერთსა და იმავე მუქარას რამდენჯერმე იმეორებს, ეს ნიშნავს პირველ რიგში, რომ ის ამას არ განახორციელებს, ხოლო მეორე მხრივ ის იმდენად შეშინებულია, რომ ცდილობს ყველას დააჯეროს. ის ამბობს, არა დამიჯერეთ, მართლა მზად ვარ, ეს გავაკეთო. ყველა პასუხობს, ღმერთო, გაჩუმდი უკვე. ის კი ისევ ამბობს, არა, ვერ გაიგეთ. ასე იქცეოდა კრემლი მთელი კვირის განმავლობაში. ვლადიმირ პუტინმა რუს ხალხს განუცხადა, რომ უკრაინაზე გამარჯვება გარდაუვალია. მაგრამ შაბათს 9 მაისს მოსკოვის წითელი მოედნის ქვაფენილზე ტანკების ან რაკეტების გრუხუნი არ იქნება. თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ყოველწლიური გამარჯვების დღის აღნიშვნა, უბრალოდ მოკავშირეთა გამარჯვების აღნიშვნა ნაცისტურ გერმანიაზე მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. მიზეზი მარტივია, კრემლი უკრაინის მხრიდან თავდასხმას ეშინია, ხოლო ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ეშინია. და რუსებს ნამდვილად აქვთ მიზეზი შიშისთვის. ალბათ ყველაზე მეტად ამ შაბათ კვირას პუტინის რეჟიმი შეშინდა. რობერტ მადიარ ბროუდი არის უკრაინის სამხედრო უპილოტო აპარატების დანაყოფის მადიარას ფრინველების ხელმძღვანელი და უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალი. ბოლო თვეებში სწორედ მისი დანაყოფი ახორციელებდა რამდენიმე შორ მანძილზე დარტყმას რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის პორტებზე, ნავთობ გადამამუშავებელ და სარაკეტო ქარხნებზე. და აი მადიარმა ინტერვიუში გამოცემა The Guardian-ს აღიარა, რომ სიმბოლური დარტყმა წითელ მოედანზე, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს. მაგრამ ის ამბობს, რომ უკრაინა დიდი ალბათობით იქ დაარტყამს, სადაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბევრად სუსტია. შემდეგ კი მის ციტატას მოვიყვან. რისთვის უნდა დახარჯო დრონები დიდ კედელზე? მაგრამ აქ იგულისხმება მოსკოვის გაძლიერებული დაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით. თუ თქვენ დაარტყამთ ენერგეტიკულ სექტორს ან სამხედრო ობიექტებს, ეს რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. და აღნიშნა, რომ მადიარის ელიტური 414 ბრიგადის დამანგრეველი შეტევები კრემლისთვის უზარმაზარი პრობლემა გახდა მის ომში. მადის არის ქვედანაყოფი შორ მანძილზე მოქმედი უპილოტოები მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებენ უფრო სწრაფად, ვიდრე მოსკოვი ასწრებს მათ ადგენას. და მოულოდნელად უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი უკრაინული უპილოტოებისა და რაკეტების სამიზნე გახდა. რამდენიმე ფაქტორი, როგორც ჩანს, ამას ხსნის. ბოლო დროს პანიკა რუსეთში და მზარდი ოპტიმიზმი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში
ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის ახალი სტატუსი როგორც უპილოტოების სფეროში ზესახელმწიფო. უკრაინული ტექნოლოგიები უპილოტოების წინააღმდეგ ახლა ექსპორტირდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რომლებიც ირანის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. სხვა ფაქტორია დიდი მონაცემები. სიტუაციური ინფორმირებულობის სისტემა დელტა აფიქსირებს თითოეულ მისიას. უკრაინული უპილოტოების, მათ შორის რა თქმა უნდა წარუმატებლებსაც. და აი მადიარი ამბობს, რომ ყოველდღიურად იღებს 12-დან 15 ტერაბაიტამდე დაუმუშავებელ ვიდეო მასალას სხვადასხვა უპილოტოდა. და პუტინს ეს არ შეიძლება არ იცოდეს, ამიტომაც არის პანიკაში. ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი კიდევ უფრო აძლიერებს სიტუაციას. ციტატა: ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირებში მოსკოვის გარშემო დამატებით ფართოვდება საჰაერო თავდაცვის რგოლები რეგიონებიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მასშტაბური გადმოყვანის ხარჯზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მოსკოვში საკუთარ აღლუმზე უფრო ღელავს, ვიდრე დანარჩენ რუსეთს. ეს გვიხსნის დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი შორი მოქმედების სანქციებისთვის. შესაბამისი პრიორიტეტები გამისაზღვრება. ასევე აღნიშნავ, რომ დღეს უკვე დაახლოებით 70% რუსეთის მოსახლეობის უკრაინული დრონებისა და რაკეტების მოქმედების ზონაშია. აღნიშნავ, რომ 2022 წლამდე ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ვლადიმირ პუტინის დემილიტარიზაცია, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. და რუსი სამხედროები. ბლოგერები კვლავ მიუთითებენ საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე, რაც უკრაინული უპილოტო აპარატების სულ უფრო წარმატებული თავდასხმების ფონზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ართულებს. რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბები და მისი ობიექტების ფართო განლაგება ქვეყნის უმეტეს ნაწილში, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის. რუსეთში თითქოს ძალიან ბევრი პოტენციური სამიზნეა, რომლებიც დაცვას საჭიროებს. ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ დაიცვა სწორედ მოსკოვში გამარჯვების აღლუმი და რა თქმა უნდა, საკუთარი სასახლეები. საწარმოო ან სამხედრო ობიექტებისგან განსხვავებით, ნავთობის ობიექტებზე თუნდაც მცირე რაოდენობის წარმატებულმა დარტყმებმა შეიძლება უზარმაზარი შედეგები გამოიწვიოს, რადგან ნავთობპროდუქტები ადვილად აალებადია. რეზერვუარები და მილსადენები როგორც წესი არ არის შეჯავშნული, არ არის გამაგრებული. შესაბამისად, მათში მოხვედრა ბევრად უფრო მარტივია. ქარხნის. რამდენიმე დრონი მცირე საბრძოლო თავებით, რომლებიც შეძლებენ შეღწევას, უბრალოდ შეიძლება დააზიანონ სახურავი, ხოლო ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის შემთხვევაში საკმაოდ დიდი შანსია, რომ მათ გამოიწვიონ მასშტაბური ხანძარი ან უზარმაზარი აფეთქება. და აი 9 მაისის წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებურად უპასუხებს. 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა წინა თაობების უკრაინელების ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე, აღმოსავლეთ რეგიონებში, დნიპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიხივის, ხარკივის რეგიონებში და დონბასში. ზელენსკის თქმით, მიმდინარე ომი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს გასული საუკუნის წესრიგი. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და დაიცვას ხალხის სიცოცხლის უფლება. დასასრულს ზელენსკიმ გაახსენა, რომ უკრაინულმა მხარემ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია და მზად არის სარკისებურად იმოქმედოს რუსი მოწინააღმდეგის ქმედებებზე პასუხად. შემდეგ ციტატა: ახლა რუსეთის მხრიდან ბევრი ახალი მუქარა ისმის, თუმცა ჩვენ მათ ჩვენი აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები პოზიცია განუმარტეთ. ვიმოქმედებთ სარკისებურად. 8 მაისს მათ დაიწყეს დაბომბვებით. ფრონტზე იყო შტურმული აქტივობა. გამოიყენებოდა უპილოტო აპარატები. გუშინ კი მათ კიდევ უფრო მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. იყო ჩვენი სარკისებური პასუხებიც. ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, რას მოვისმენთ დღეს, განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ 8 მაისს. მაშამიდომ დღეს რუსეთში, როგორც მე მგონია, საკმაოდ საინტერესო დღე იქნება. მეგობრებო, აქ მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ამ YouTube არხის უკრაინულენოვანი მაყურებლებისთვის. სწორედ დღეს გავხსენი ახალი YouTube არხი, სადაც მხოლოდ უკრაინულ ენაზე მაუწყებ და ვაკეთებ მსგავსი ფორმატის დღის შეჯამებებს. ყოველ დღის ბოლოს გამოვა ერთი გამოშვება უკრაინულ ენაზე, სადაც თქვენთან ერთად ვაჯამებთ გასული დღის მოვლენებს. ფოკუსით, რა თქმა უნდა, უკრაინის შიდა თემატიკაზე და გეოპოლიტიკაზე, რომელიც ასე თუ ისე გავლენას ახდენს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ მეგობრებო, ვინც უკრაინულენოვანი ხართ, ვინც მიყურეთ უკრაინიდან, ძალიან გთხოვთ, დღეს გადახვიდეთ მიმაგრებულ კომენტარში მოცემულ ბმულზე ჩემს ახალ YouTube არხზე.
რა თქმა უნდა, გამოიწეროთ, ნახოთ პირველი გამოშვება და დაწეროთ თქვენი კომენტარები. საერთოდ მხარი დაუჭიროთ ახალ YouTube არხს. იმისთვის, რომ YouTube-მა მაშინვე დაიწყოს მისი რეიტინგში აწევა და რაც შეიძლება მეტმა უკრაინულენოვანმა მაყურებელმა შეძლოს ჩვენი გამოშვებების ნახვა, აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.